გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გამოგიტყდებით, არასდროს ყოფილვარ აქტიური მებრძოლი პატრიოტი, ან ჯიხს მკერდში საჯაროდ არ ვირტყავდი და გაუთავებლად ჯოს არ ყვიროდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარდა და არ მინდოდა მისთვის სიკეთე და სილამაზე. ისე უნდა თქვა, რომ წინა საუკუნის თბილისი უფრო ლამაზი მეჩვენებოდა, ვიდრე ის, რაც ახლა ხდება. მაშინ არ იყო ასეთი გიჟური განაშენიანება, რაც ამ საუკუნეში დაიწყო და მეჩვენება, რომ დედაქალაქმა დაკარგა სისადავე, სიკოპწიავე და ინტიმურობა. ეს რაც თბილისს შეეხება, თორემ რეგიონებში პირვანდელი სილამაზე დარჩა და მას სათუთად უნდა გაუფრთხილდეთ. მეგობრებო, ჩვენ ცხოვრობთ ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში, დიახ, ჩვენი ქვეყანა არაა წიაღისეულით მდიდარი, არ გვაქვს ნავთობი და აირი, არ გვაქვს ტიტანი და რადიუმი და ალბათ კიდევ კარგი რომ არ გვაქვს, რომ გქონოდა, შეიძლება სულ სხვანაირად წასულიყო ჩვენი საქმე და თავს ვერ დავდებ, რომ ეს საქმე კარგისკენ წავიდოდა. მაგრამ ჩვენ ამავე დროს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ფასეული სიმდიდრე, დიახ, სიმდიდრე, რომელიც სადღაც გაგონილი მაქვს, ადრე თუ გვიან ყველაზე ღირებულ სიმდიდრედ იქცევა და ესაა წყალი. დიახ, სასმელი წყალი. ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით, სადაც ონკანის წყალი ისმება და თანაც უგემრიელესია. გავიკითხე კი, მაგრამ ასეთი სიმდიდრის პატრონს რატომ არ გაგვაქვს ჩვენი სასმელი წყალი მსოფლიო ბაზარზე მეთქით და მიპასუხეს, რომ საფრანგეთი ამის საშუალებას არ გვაძლევს. გბლოკავს და საკუთარი წყალი გააქვსო. არ ცხენია საფრანგეთს. მე ისიც მითხრეს, აი როგორც კი ევროკავშირის წევრი გავხდებით, საფრანგეთმა შეიძლება ბორჯომის გატანის უფლებაც კი არ მოგცეს. ფრანგულ გაზიან წყალ პერიეს რომ არ გაეწიოს კონკურენციაო. დიახ, ასე მითხრეს, მაგრამ მე ეს არ დავიჯერე. არაა საფრანგეთი ამის გამკეთებელი. საფრანგეთს ხომ ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა. გადავუხვიე ცრუ პატრიოტიზმზე მინდოდა ლაპარაკი და წიაღისეულებზე გადავუხვიე. მეგობრებო, რა არის ქვეყნის ჭეშმარიტი სიყვარული? აი ეს საკითხი მაინტერესებს ამ ბოლო 2 წლის მანძილზე. მე თუ ქვეყანა მიყვარს, განა დავიწყებ სადგურ და საზღვარ ბოდიელს და ყველა გავლენიან პირთან ისეთი ენის მიტანას, რომ ჩემს ქვეყანას რამე ზიანი მიაყენოს. ესაა სამშობლო სიყვარული. ამ ხელმოცარულებს საკუთარ მოსახლეობაში არაფერი გამოზდით, ვერა და ვერ მოიგეს სრულიად საქართველოს ვერც გული და ვერც სული. გასაგებია რატომაც ვერ მოიგეს, რადგან თამაშის წესები აქვთ ამაზრზენი და სრულიად დურაკული და ამიტომ დარბიან საზღვრებს გარეთ და იქ ითხოვენ რამე ცუდი უქენით ჩვენს საყვარელ ქვეყანასო. ასეთი რამ არასდროს გამიგია. დიახ, არ გამიგია, რომ ქვეყნის მართლობაზე განაწყენებული მოქალაქეები დარბოდნენ კორდონს მიღმა და მთელი ქვეყნისთვის მავნებლობას იხვეწებოდნენ. ამას ქვია დივერსია, ღალატი, ტერორიზმი. განა რამე სხვა სახელი აქვს ამ საქციელს. მე ანგელოზი არ ვარ და იცით ალბათ თუ როგორ მძულს ნაცობა და სააკაშვილოა, მაგრამ აგვისტოს ომის მერე ჩემს რუსულენოვან მეგობრებთან სააკაშვილზე გადაბრუნებულ სიტყვას არ ვამბობდი. რაღაც პერიოდი არ ვამბობდი. მე როდესაც ჩაწყნარდა სიტუაცია, კი ვამბობდი და ახლაც ვამბობ, განსაკუთრებით როდესაც რუსულენოვანი მიშისტები მიმტკიცებენ, რომ სააკაშვილმა საქართველოს შუქი მისცა. ვლადიმერ ვისოცკის დასავლეთში ყოფნისას ჟურნალისტებმა ჰკითხეს საბჭოთა ხელისუფლებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ და მან უპასუხა: მე მაქვს პრეტენზიები ჩემი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამის შესახებ თქვენთან მსჯელობას არ დავიწყებო. დიახ, აი ჩემი აზრით ესაა ქვეყნის ნამდვილი სიყვარული. და ეს ხაზარაძეები, ბოკუჩავები, ჭიჭები და სხვა ამდაგვარი გაუგებრობები კი არიან ატუზულები ევრობიუროკრატიულ დერეფნებში და ვინმე
ევროჩინოსანი რომ გამოივლის ხოლმე სახეზე ნამტირალევ გამომეტყველებაში შეკერავენ, გაუწვდიან ხელებს და იწყებენ მოთქმას, გვიშველეთ, ქვეყანა იძირება, მოაშორეთ ოცნება, ჩვენ დაგვნიშნეთ. თქვენ ასეთებო და ისეთებო, თუ გაქვთ შნო, დაბრუნდით ქვეყანაში, გაიარეთ, გამოიარეთ ადამიანებს, დაელაპარაკეთ და ქართველები დაარწმუნეთ თქვენ სიმართლეში, მაგრამ იცით რომ სიაფანდები ხართ, იცით რომ ბექგრაუნდი გაქვთ სისხლიანი, იცით რომ მოსახლეობას ზძულ ხართ, იცით რომ ძაღლის შინ არ ვარგოდეს, სამდიდროდ გარბოდეს და იცით რომ აქ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ მატყუარები ხართ. არც იქ არაფერი გამოგივათ, რადგან თქვენაირ მათხოვრებსა და მოღალატეებს იქაც არ ჩაიხუტებენ. რა ლამაზი ქვეყნის დანგრევა სურთ ამ ვირთხებს ამად, ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდი.